მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის, დაინტერესებისთვის ამ თემით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ახლა ორდინალურ ვითარებაში. ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი. ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, მმართველი პარტია გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სახელმწიფოს მართვის და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რა თქმა უნდა, პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია და სწორედ ამ მიზნით ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს შეთანხმების მემორანდუმის თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე, ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში ოცნება ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა რაოდენობა, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეულ ადამიანთან მისვლა, რომლებიც უნდა დავარწმუნოთ ჩვენ, რომ ოცნება დღეს არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციაში და არჩევნები არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი გზა. ამიტომ ჩვენ მე ვფიქრობ, პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვანახეთ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსაც, ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივ მოძრაობასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, ცალკეულ ინდივიდებთან თუ პროტესტში ჩართულ იმ გმირ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი თავისუფლების, საკუთარი ჯანმრთელობის და საკუთარი ფინანსების ფასად პროტესტის ალამი უჭირავთ ხელში და კიდევ ერთხელ მინდა, რა თქმა უნდა, მოკითხვა გადავცე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საპატიმრო დაწესებულებებში არიან, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკურ პატიმრებს, პოლიტიკაში ჩართულ აქტიურ ადამიანებს, ლიდერებს, რომლებიც არიან დღეს რეჟიმის ტყვეები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა, ჩვენი საერთო ბრძოლა, თქვენი გათავისუფლებით და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებით აუცილებლად დასრულდება წარმატებით.